representative of the 2025 Sakharov laureate Imzia Amaglobeli. Greetings, dear members. მოგესალმებით ძვირფასო პარლამენტარებო. Greetings to მივესალმებით ჩემს თანამოქალაქეებს საქართველოში. გამარჯობა მზია. I'm here representing მე აქ მზიას წარმოვადგენ და ვიმედოვნებ, რომ ხედავს და მისმენს თავის საგანში, რადგან ტელევიზორი აქვს ჯერჯერობით. So far she has the TV there. It is very difficult. აქ ყოფნა ძალიან რთულია, რადგან მე რამდენიმე როლი მაქვს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დიდი ბრძოლით და დიდი შრომით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე დგას. I'm a journalist. მე ვარ ჟურნალისტი, რომლის პროფესიაც დღეს კრიმინალიზებულია და რომელმაც აღარ იცის, როგორ შეიძლება დაწეროს ერთი ჩვეულებრივი ახალი ამბავი ისე, რომ იმ მტრული კანონების გამო, რომელიც რეჟიმმა შემოიღო, ციხეში არ აღმოჩნდეს. ამავე დროს მე ვარ ის, ვინც აქ წარმოადგენს მისთვის ძალიან ძვირფას და ახლობელ ადამიანს. ზიას ჩემი თინეიჯერობიდან ვიცნობ და თუ კი ჩემმა მარტო ხელა დედამ მე პიროვნებად გამზარდა სიღარიბესა და გაჭირვებაში, ზიამ გამზარდა როგორც პროფესიონალი. ის ჩემთვის დედასავითაა. უმძიმესი იყო დღეები, როდესაც შიშით და გაურკვევლობით ვიღვიძებდი, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ახლაც უმძიმესია ეს დღეები, როდესაც ველოდებით თვეების დაგვიანებით ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების პასუხებს, რომლებმაც უნდა გვითხრას, შესაძლებელია თუ არა შეუნარჩუნდეს მხედველობის ის 10%, რომელიც ერთ თვალში აქვს. მეორეში, მხოლოდ სინათლისა და სიბნელის გარჩევა შეუძლია და სამწუხაროდ აღარაფრის შეცვლა აღარაა შესაძლებელი. რაც მთავარია, აქ იმისთვის ვარ, რომ ზიას სიტყვა გადმოგცეთ. თხოვა მასზე არ მელაპარაკა და ალბათ გამიბრაზდება კიდეც, რომ ამდენი ვილაპარაკე, თუმცა ამაზე, როცა თავისუფალი იქნება, მერე შეგვიძლია ვიკამათოთ. ესეც მზიას სიტყვა. ძვირფასო ევროპარლამენტარებო, ადამიანის უფლებების ამ უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მიღება უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. მას ვიღებ ჩემი კოლეგების, იმ ჟურნალისტების სახელითაც, რომლებიც დღეს საქართველოში იბრძვიან ჟურნალისტიკის გადასარჩენად. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობის ხმა თქვენ გაგაგონონ. ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და ეჭვმიტანილები არიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. ეს ჯილდო აჩვენებს, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა, მკაფიოდ ისმის ევროპაში. ჩემმა ხალხმა თქვენამდე მოსაღწევად გრძელი და რთული გზა გაიარა, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იდგა რუსეთი. ჩემმა თაობამ კარგად იცის, როგორი საფრთხეა რუსეთი. და ამის სამტკიცებლად ისტორიული წყაროების მოშველიება არ გვჭირდება. საკუთარი თვალით გვინახავს და გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები. რუსი სამხედროების მიერ ნიჩბებით აჩეხილი და ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველები. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია. რუსული ჯარი ამ დრომდე ჩვენ მიწაზე დგას. რუსეთის მუდმივი მუქარის ფონზე დემოკრატიის შენება ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ ძალისხმევა არ დაგვიკლია. ჩვენ დავინახეთ საკუთარი ხმის მნიშვნელობა არჩევნებში. შევცვალეთ ვითარება უმაღლესი განათლების კორუფციულ სისტემაში. შევქმნით მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკა და მიუკერძოებელი მედია.
მსჯელობდით ადამიანის უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს ვალდებულებაზე და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე. ამ წლებში საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულის ნაცვლად ინგლისური და სხვა ევროპული ენები შეისწავლა. ჩვენ ვისწრაფოდით იმისკენ, რომ სამყაროს შეეწყვიტა ჩვენი ცქერა რუსული კულტურის პრიზმიდან. ევროპამ გაიცნო თანამედროვე ქართველი მწერლები, მხატვრები და რეჟისორები. ჩვენ ვცვლიდით ცოდნას, გამოცდილებას და კულტურას თქვენთან, ევროპასთან. შევიძინეთ ახალი მეგობრები, აღმოვაჩინეთ საყვარელი ქალაქები ევროპაში, ისევე როგორც თქვენ საქართველოში. მაგრამ დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეები წელიწადზე მეტია უწყვეტად ქუჩაში აპროტესტებენ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. უნდა იცოდეთ, ეს განცხადება ნაპერწკალივით იყო. ცეცხლმა იფეთქა და მას შემდეგ ანთია საქართველოში. რეჟიმი დაუნდობელია, სცემს, წამლავს, აჯარიმებს, აპატიმრებს და აშანტაჟებს პროტესტის მონაწილეებს. ანადგურებს თავისუფალ ჟურნალისტიკას. აუქმებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ციხეში ამწყდებს მათ ლიდერებს. ფაქტობრივად აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. იქ დასაქმებულ ადამიანებს კი აგენტებად აცხადებს. როგორც ახლახან BBC-ს საგამოძიებო ფილმით შევიტყვეთ, სავარაუდოდ ქიმიური იარაღით სწამლავს მოქალაქეებს. ეს ბრალდება საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს და ამაში თქვენი იმედი გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, რეჟიმმა პროტესტის ჩახშობა ვერ შეძლო. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირისგან ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადებები იმაზე ძლიერი, იმაზე მკაფიო გახდა, ვიდრე ოდესმე იყო. ამისთვის მადლიერი ვარ. ვისურვებდი ეს განცხადებები ქმედებაში გადაიზარდოს და ევროპელმა ლიდერებმა ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენონ ავტოკრატ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება მისი დემოკრატიისა და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. რადგან საბოლოოდ ყველაფერი ერთ რამემდე დადის. ახლა უკვე უდაოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ძალა, რომელიც ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი საშინელებების უკან დგას, ევროპის გულს უახლოვდება. ის თქვენი სახლებისკენ მოემართება. ჩვენ კი უბრალოდ წინაღობა ვართ მის გზაზე. ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი მალე შობას ახალი წლის დადგომას იზეიმებს. ბოლო დღეები ავფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე? ახალ მსოფლიო წესრიგზე, მშვიდობაზე. ეტყვით, რომ დემოკრატიული მმართველობის და უსაფრთხოების განვრცობა აღარ წარმოადგენს კაცობრიობის სიკეთეს? ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული მოჩვენებითი მშვიდობა და ეგრეთ წოდებული საზღვრები უნდა მივიღოთ? ეტყვით, რომ ეკონომიკური გავლენებია უპირატესი და არა უთანასწორობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა. რომ საერთაშორისო სამართალმა და ინსტიტუციებმა ძალა დაკარგეს და არაფერი შეუძლიათ, მაშინ როცა რეპრესიული რეჟიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ღირსებებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ატერორებს, ციხეში კეტავს ან ემიგრაციას აიძულებს. We remain in Georgia.
ჩვენ აქ ვრჩებით საქართველოში. ჩვენი ქალაქების ქუჩებში, სადაც უკვე პროტესტიც იკრძალება. ჩვენ ვრჩებით ციხეებში, სადაც უკანონოდ გამოგვუკეტეს. და სანამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას. როგორც ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს რუსულ საფრთხეს, აქ ვარ რომ გითხრათ. თუ ცივილიზებული სამყარო დაუშვებს მოსკოვმა ცალმხრივად თავისი იმპერიალისტური მისწრაფებებითა და კარნახით შეადგინოს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო შეთანხმება და შეცვალოს საზღვრები, ცხადია ეს იქნება დაუსრულებელი ომების ანონსი ამ მშვენიერ კონტინენტზე. თუ ჩემი სამშობლოს მსგავსი თავისუფლების მოყვარე ერები და უკრაინისნაირი მებრძოლი დამოუკიდებელი სახელმწიფოები მარტოდ არჩებიან რუსეთის ჰიბრიდული ომის თუ სამხედრო აგრესიის პირისპირ, ეს გამოუსწორებელი ისტორიული შეცდომა იქნება და ძვირად დაგვიჯდება. We'll have to pay a heavy price. The fate of our struggle ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენ ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი, ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა. იბრძოლეთ ჩვენთან ერთად და ჩვენთვის. იბრძოლეთ ისე, როგორც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებდით. გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის. მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. მე თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის მჯერა. Thank you. Thank you so much. Thank you. I want to add additional ჩემი მხრიდან ერთ რემარკას დავამატებდი. ეს დარბაზი არაჩვეულებრივია. ულამაზესია ეს დროშებიც, მაგრამ ზოგიერთი დროშა აკლია. ასე არ არის?